ჯონ მაკარტური. სექსუალური ცოდვისგან თავის არიდება. ნაწილი პირველი. ქადაგება ჩაწერილია 1990 წლის 12 აგვისტოს. ამ დილით ჩვენ დავუბრუნდით პავლეს წერილის განხილვას თესალონიკელთა ეკლესიის მიმართ. მე გირჩევთ, რომ ჩემთან ერთად გადახედოთ ამ შესანიშნავ პასაჟს. თესალონიკელთა მიმართ პირველი წერილის მეოთხე თავს. დღეს ჩვენ წავიკითხავთ მესამედან მერვე მუხლის ჩათვლით, ხოლო მოცემული თემა სექსუალური უზნეობის, სექსუალური ცოდვის საკითხია. წლების განმავლობაში ბევრჯერ ვიქადაგე თესალონიკელთა მიმართ პირველი წერილის ამ კონკრეტულ მუხლებზე. ხშირად ვქადაგებდი საშუალო სკოლის მოსწავლეებთან და კოლეჯის სტუდენტებთან. სინამდვილეში ამ თემაზე საუბრის საჭიროება ყოველთვის იყო და ახლაც აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან განვიხილეთ ეს მუხლები, ჩვენს ეკლესიაში ამას არ შევხებივართ. ეს იმიტომ, რომ ჩემი მსახურების 20 წლის განმავლობაში თესალონიკელთა ეკლესიის მიმართ პირველი წერილი არ განგვიხილავს. ასე რომ მივადექით ჩემთვის ნაცნობ ტექსტს და შესაძლებელია ის თქვენთვისაც ნაცნობია. რადგან მსურდა ამ საკითხის რაც შეიძლება მკვეთრად და პირდაპირ წარმოჩენა, ვიფიქრე, რომ ეს მართლაც შესაძლებელია, თუ ვისაუბრებ ღვთის სიტყვაზე დაყრდნობით. ამისათვის უნდა დავაფიქსირო სექსუალური ცოდვის პრობლემა ჩვენ საზოგადოებაში, მივაწოდო ხალხს გარკვეული ინფორმაცია და შემდეგ ვაჩვენო, რამდენად ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი ღვთის სიტყვას. ამიტომ პირველ რიგში გადავხედე ჩემს არქივს, ვეძებდი სტატიებს და გაზეთებიდან ამონარიდებს, მიმოხილვებსა და ყოველგვარ მრავალფეროვან მასალას, რომლებიც წლების განმავლობაში დამიგროვდა სექსუალური რევოლუციის თემაზე. რეალურად დიდი დრო არ დამჭირვებია. პროცესი საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს მასალები ამეღო და სანაგვეში გადამეყარა. თავადაც არ ვისურვებდი კიდევ ოდესმე ამასთან შეხებას. მას შემდეგ, რაც შევისწავლე ეს დიდებული, ამაღლებული, ბრწყინვალე აზრი, რომელიც ამ მუხლებშია მოცემული და გავაცნობიერე მისი მნიშვნელობა, მისი გზავნილი და ის სიწმინდე, რისკენაც ღმერთი მოგვიწოდებს, ზემოთხსენებული ბინძური მასალის თქვენთვის გაზიარება, ჩემი აზრით, არაეფექტური და საზიანო იქნებოდა. ეს აშკარა უნდა იყოს ჩვენთვის, რომ ცხოვრობთ სექსით შეპყრობილ კულტურაში, რომელიც მონაწილეობას იღებს ყოველ წარმოსადგენ და წარმოუდგენელ სექსუალური ცოდვის აქტივობაში. ალბათ ჩვენს ფანტაზიასაც კი გადააჭარბებს იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება არსებობდა უფრო სექსუალურად გახსნილი და ამორალური საზოგადოება, ვიდრე ის, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. სექსუალურ ცოდვაზე ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი ადამიანისგან სხვა ადამიანის მიმართ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი გზით არა მხოლოდ თვალს ხუჭავენ, არამედ ეს ცოდვა უკვე აშკარად რეკლამირდება, პროპაგანდირდება და ფართოდ იყიდება ყველა შესაძლო მედია საშუალებით. თქვენი და ჩემი ძვირფასი დრო ამ ცოდვების ჩამოთვლასა და აღრიცხვას რომ მოვახმარო, თუნდაც მაგალითებიდან სტატისტიკით, არამიზან შეწონილად მიმაჩნია, რამე თუ ამით ძირითად საკითხს ავწდებით. ეს იგივე იქნებოდა, რომ ესკიმოსებთან ყინული მიგვეტანა. თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ ეს. ცხადია, ჩვენ ერთგვარ სექსუალური რევოლუციის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც მომრავლდა ადამიანების კატეგორია, რომლებიც თავს ქრისტიანებად მოიხსენიებენ და ჩაბმულები არიან ყველა წარმოსადგენ და წარმოუდგენელ სექსუალურ ცოდვაში. ჩვენი ეკლესიის თანამშრომლების თქმით, ქრისტიანი ახალგაზრდების დაახლოებით 75%-ს, ვინც ქორწინებამდე რჩევისთვის მოგმართავს, უკვე ჰქონია სქესობრივი ურთიერთობის გამოცდილება და ეს ხდება ეკლესიაში. ეს ხდება სწორედ ამ ეკლესიაში. აშკარაა, რომ სექსუალური რევოლუციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ფიქრობ არ გვჭირდება ამაზე მეტი ინფორმაციის მოწოდება, რამე თუ საკმარისად გვაქვს. ჩვენ ვცხოვრობთ კულტურაში, სადაც მსგავსი ქცევის მიმართ არ არსებობს სტანდარტი და წესი. სექსუალური თვითგამოხატვის თავისუფლება დღეს იმდენად მოთხოვნადია, რომ ის ღვთაებრივად აღიქმება. გარკვეული თვალსაზრისით კი ის ბატონობს ყველა სხვა ღირებულებაზე ჩვენს კულტურაში. მე შემიძლია ეს ილუსტრაციის სახით მოგაწოდოთ. ჩვენ ისევ გვსურს, ადამიანებს ჰქონდეთ სექსუალური თავისუფლება ნებისმიერ ფასად, რომ ეს სურვილი ზოგჯერ გულისხმობს სექსუალური კავშირის ნაყოფის მოკვლას. ასე არაა? ამდენად სექსუალური დაკმაყოფილება უფრო მნიშვნელოვან ღირებულებად ითვლება ვიდრე სიცოცხლე. ჩვენ მაინც გვინდა სექსუალური თავისუფლება, თუმდაც ეს ნიშნავდეს იმ ადამიანის მკვლელობას ჩანასახში, ვინც ამ თავისუფლების მსხვერპლი ხდება. გადავხედავთ რა ჰომოსექსუალური საზოგადოების წარმომადგენლებს და დავინახავთ მათ რტოლვას თავისუფლებისკენ, თუნდაც იმის ფასად, რომ მთელი მოსახლეობა შიდსით დაიღუპოს. როგორც ხედავთ,
ჩვენ მივედით იმ მდგომარეობამდე, სადაც სექსუალური ქცევით ისე ვართ შთაგონებულნი და შეპყრობილნი, რომ სიტყვითაც კი ძნელია აღწერა იმ შედეგებისა, რომელთან ერთადაც გვიწევს ცხოვრება. შედეგები, რომლებიც წარმოსადგენადაც კი მტკინვეულია. ვფიქრობ, გარკვეული თვალსაზრისით, ჰიუ ჰეფნერი იყო ამ უკონტროლო და პორნოგრაფიული ცხოვრების საწყისი გურუ. სწორედ მან მისცა ამ ყველაფერს ფორმულირება და ფილოსოფიური საფუძველი. კარიერის ადრეულ ეტაპზე, როდესაც დაიწყო ცოდის პოპულარიზაცია, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთა, მან დაწერა შემდეგი სიტყვები, რომლებიც სხვათა შორის ერთ ქრისტიანულ ჟურნალში ვნახე ციტირებული, რათა არ იფიქროთ, რომ მე თავად მის ჟურნალს ვკითხულობ. ვციტირებ. სექსი სხეულის ფუნქციაა. ქმედება, რომელიც ადამიანს ცხოველებთან აკავშირებს, ისევე როგორც ჭამა, დალევა და ძილი. ეს არის ფიზიკური მოთხოვნილება, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს. თუ მას არ დაიკმაყოფილებთ, თქვენ გექნებათ ყველანაირი ნევროზი და რეპრესიული ფსიქოზი. სექსი რეალობაში დარჩენისთვისაა. მოდი დავივიწყოთ გარეგნული სიწმინდე, რომელიც გვაიძულებს დავიმალოთ მას. მოიშორე ყველაფერი, რაც გაკავებს. მოძებნე მსგავსი შეხედულების ქალი და მიეცი შენს თავს თავისუფლება. ციტატის დასასრული. აი ეს არის სექსუალური რევოლუციის ფილოსოფია. მას რამდენიმე ძირითადი კომპონენტი აქვს. უპირველეს ყოვლისა, სექსი უბრალოდ ცხოველური ფუნქციაა, არაფრით განსხვავდება ჭამისგან, დალევისგან ან ძილისგან. მეორე, სექსი არის ფიზიკური მოთხოვნილება, რომელიც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფსიქიატრთან მოგიწევთ ვიზიტი. რადგან თუ სექსუალურ მოთხოვნილებას არ დაიკმაყოფილებ, გექნება ფსიქოლოგიური პრობლემები, შინაგანი კონფლიქტები, სტრესი და ასე შემდეგ. მესამე, არსებობენ ცრუ მორალისტები, რომლებიც გირჩევენ, რომ არ გააკეთო ეს, მაგრამ შენ არ უნდა მოусმინო მათ. მოძებნე ქალი, რომელიც იგივეს გრძნობს და უბრალოდ გააკეთე ეს. დღეს სწორედ ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. საზოგადოება ისეა დაცემული, რომ სექსუალურ მინიშნებებს მანქანის დეტალებზეც კი ვხედავთ. მაგალითად, გააკეთე პირდაპირ მიწაზე, გააკეთე აქ და სხვა მსგავსი ფრაზები. ამ ფრაზების მინიშნება ირიბიგზით სექსუალური შინაარსის მატარებელია. ჩვენი დროის ძირითადი ფილოსოფია შეუზღუდავი სექსუალური თავისუფლებაა. ანუ გამოხატო თავი როგორც გინდა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადამიანთან და ნებისმიერ ვითარებაში. ამ ყველაფრის მასშტაბი აბსოლუტურად წარმოუდგენელი და აღუწერელია. შეიძლება ვიკითხოთ, არსებობდა ოდესმე საზოგადოება, რომელიც ამაზე უარესი იყო? თუნებას დამრთავთ, გამოვიჩენ სითამამეს და ვუპასუხებ. დიახ, არსებობდა. ჰიუ ჰეფნერს თავისუფლად შეეძლო თავისი ფილოსოფიის გაყიდვა როგორც თესალონიკაში, ასევე კორინთოში. მას შეეძლო ეს აზრები მიეყიდა ბერძნული კულტურისთვის რომაულ სამყაროში. იმ დროს ვიღაცამ სხვა სახელით ეს გააკეთა, ან სხვებმა სხვადასხვა სახელებით, რადგან რომაულ სამყაროში, როდესაც პავლე წერდა ამ კონკრეტულ წერილს, პარალელურად მიმდინარეობდა სექსუალური რევოლუცია, რომელიც აღემატება დღევანდელს. მათ განიცადეს სექსუალური რევოლუცია. ის მოიცავდა ჰომოსექსუალიზმს, პედოფილიას, ანუ სექსუალურ და ჰომოსექსუალურ კავშირს მცირეწლოვან ყმაწვილებთან, რომლებთანაც შედიოდნენ ქალურად ჩაცმული ტრანსვესტი კაცები და კავდებოდნენ სექსუალური გარყვნილების ყველა ფორმით. ეს რეალობა იყო რომაულ სამყაროში და განსხვავებით დღევანდელი მდგომარეობისგან, მაშინ არ არსებობდა ქრისტიანული კულტურა, რომელიც გზაზე ერთგვარ პატარა ბარიერის როლს შეასრულებდა. შესაბამისად, მათაც ჰქონდათ ვენერიული დაავადებების ეპიდემიები, როგორც ამ ეპოქაში გვაქვს. აგრეთვე ყველა დანარჩენი რამ, რაც თანსდებს სიძვაში ჩაძირულ გარყვნილ საზოგადოებას. ბერძნულ ენას, მისი ლექსიკური სიმდიდრის და სიტყვების სიზუსტის წყალობით, აზრის ზუსტად გადმოცემის უნარი გააჩნია. ამიტომ ამოვარჩია რამდენიმე ბერძნული სიტყვა, რომელიც დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორი კულტურის შესახებ წერდა პავლე მოციქული. ბერძნული ენა ზედმიწევნით უნარიანია, რომ ჩამოაყალიბოს სხვადასხვა სახის გადახრილი სექსუალური ცოდვები. არსებობს განსხვავებული სიტყვები, რომლებიც ამას მკაფიოდ აჩვენებს. მე ამ ეტაპზე მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ ცოდვებს განვიხილავ. პირველი სიტყვა, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ, არის პორნი. პორნი სიტყვასიტყვით ნიშნავს ის, ვისაც ყიდულობენ, ის, ვინც იყიდება, ანუ მეძავი. მათ ჰქონდათ ეს სიტყვა, რადგან ეს რეალურად არსებობდა. როდესაც პავლე ცხოვრობდა, წერდა ამ წერილს და აფუძნებდა ეკლესიებს სულიწმინდის ძალით. პარალელურად იმდროინდელი საზოგადოება ჩაძირული იყო ყველა სახის სექსუალურ ცოდვაში. როგორც ჩანს, ეს კანონიერი და მეტად გავრცელებული რამ იყო. რამდენიმე კვირის წინ
ქალაქ ამსტერდამში ვიმყოფებოდი. როდესაც პირველად ჩავედი ამსტერდამში, წაგვიყვანეს პატარა სოფელში სახელად მარკენი. ის მდებარეობს ქალაქგარეთ, ჰოლანდიაში. ჰოლანდია ძალიან მომხიბლელი ქვეყანაა. მისი 60% ზღვით არის გარშემორტყმული, ამიტომ ყველგან ნახავთ პატარა ყურეებს. ჩვენ ერთ-ერთი ყურის გასწვრივ გავდიოდით და მივედით პატარა სოფელ მარკენში, ლამას მყუდრო მეთევზეთა სოფელში, რომელიც აშენებულია მარკემიერის ნაპირზე. ყველა შენობა მწვანე ფერით იყო შეღებილი და წითლად მოპირკეთებული. ეს მშვენიერი და მყუდრო სოფელია. ვიღაცამ მითხრა, ეს კალვინისტური სოფელია, აქ ყველა კალვინისტიაო. მოსახლეობა დღემდე თავიანთ უძველეს ტრადიციულ ტანსაცმელს ატარებს. დავინახეთ, ერთი კაცი მოდიოდა რიყის ქვებზე ხის ფეხსაცმელების კაკუნით, შავი წინდებით, პატარა ფაშფაშა შარვლით, უცნაური პატარა პერანგით და თავზე ქუდით. ასევე მოვიდა ქალბატონი წინსაფრით, რომელზეც მთელი ჰოლანდიური მორთულობა იყო განთავსებული. ეს ხალხი ძალიან სერიოზულია. სინამდვილეში გაგვაფრთხილეს, რომ ეს ადამიანები ძალიან სერიოზულები იქნებოდნენ ქცევით და დამოკიდებულებით, რადგან ყველა კალვინისტია და გიდმა გვითხრა. ყველა მიცის, რომ კალვინისტები ძალიან სევდიანი და უბედური ხალხიაო. იგრძნობოდა ჰოლანდიური წარსულის მნიშვნელოვანი გავლენა, რომელიც მათ რელიგიურობაში ვლინდებოდა. შემდეგ ამსტერდამში წავედით, რათა სრულიად საწინააღმდეგო კულტურა გვენახა. ამსტერდამის ცენტრალურ მოედანზე მისვლისას დაახლოებით 3-4 მოზარდი და კოლეჯის სტუდენტი ირეოდა. სვამდნენ ლუდს, ალკოჰოლურ სასმელებს, იღებდნენ კოკაინს, ეწეოდნენ მარიხუანას და ასე შემდეგ. რატომ შეიკრიბნენ იქ? რადგან ამ ულამაზეს ქალაქ ამსტერდამში, ცენტრალურ მოედანთან მდებარეობს წითელი შუქის კვარტალი, სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებულია და სახელმწიფო მას აფინანსებს. იქ სიტყვასიტყვით ყველგან წითელი შუქებია და ქალები ფანჯრებიდან იყურებიან. ისინი თავიანთ ხელობას თავაზობენ ქუჩაში გამვლელებს. ეს ადგილი ევროპელ ახალგაზრდებში ერთგვარ მექად იქცა, რადგან იქ თავისუფალი სექსი მბრძანებლობს. მათაც ზუსტად იგივე პრაქტიკა ჰქონდათ, რაც პავლე მოციქულის დროს თესალონიკაში. სხვათა შორის, ეს იყო შემზარავი და შემაძრწუნებელი გამოცდილება. ისეთი, რომელიც მხოლოდ ერთ სურვილს გიჩენს, რაც შეიძლება სწრაფად გაეცალო იქაურობას. თესალონიკელებშიც იგივე ხდებოდა. მათ ჰქონდათ ერთგვარი თავისუფალი სექსის მენტალიტეტი, რადგან პროსტიტუცია ლეგალური იყო და ქალების შეძენა შეიძლებოდა. მეორე სიტყვა, რომელიც უნდა გვახსოვდეს, ბერძნულ ენაში წარმოადგენს პირველი სიტყვის ფორმას, პერნიმი, და იგი აჯამებს იმ ბინძურ საქმიანობას, რაც მეძავობით ფულის შოვნას გულისხმობს. ის მოიცავს როგორც პროსტიტუციას, ასევე სუტინიორობას და მთლიანად იმ ბინძურ ბიზნესს, რომელიც ამ ყველაფერთანაა დაკავშირებული. ასე რომ მათ ყავდათ არა მხოლოდ ცალკეული ქალები, რომლებიც იყიდებოდნენ და საკუთარ თავს ყიდდნენ, არამედ ჰქონდათ დიდი ბიზნესი, მეძავების ერთგვარი სადგომი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ. შემდეგი არის ბერძნული სიტყვა პალაკი. პალაკი ნიშნავს ხარჭას, ანუ ქალს, რომელიც აკმაყოფილებდა სექსუალურ სურვილებს. ფაქტიურად შენ ყიდულობდი ასეთ ქალს, ამატებდი შენს ხარჭათა რიგს და იყენებდი მას სექსუალური სიამოვნებისთვის. ესეც ლეგალური და ფართოდ გავრცელებული იყო რომაულ სამყაროში. ასე რომ, არსებობდა ერთჯერადი ქალი, რომელსაც ყიდულობდნენ, მთლიანად მეძავობის ბიზნესი და ხანგრძლივი ვადით ნაყიდი ქალი, ხარჭა, მონა, რომელიც სექსუალური სიამოვნებისთვის იყო განკუთვნილი. შემდეგ იყო კიდევ ერთი სიტყვა ეტერა. ეს ხარჭასგან განსხვავდებოდა. ამ ქალს არ ყიდულობდნენ, ის იყო მეგობარი. ჩვეულებრივ კაცებსა და ქალებს ქორწინების გარეთ ჰქონდათ ასეთი ურთიერთობები. ყოველ მამაკაცს, რომელიც სექსუალურ ცოდვას ჩადიოდა, აშკარად ჰყავდა პარტნიორი და ეს შეიძლება ყოფილიყო სწორედ მეგობარი, რომელიც არ უყიდია. ეს იყო ერთგვარი ორმხრივი შეთანხმება, შემთხვევითი სექსუალური კავშირი იმასთან, ვისაც ძალიან კარგად იცნობდი. აქ უნდა აღვნიშნო, რომ ცოლის მთავარი დანიშნულება იყო სახლის მოვლა, საჭმლის მომზადება, ტანსაცმლის სისუფთავის შენარჩუნება და შვილებზე ზრუნვა. ცოლი ძირითადად არ ითვლებოდა სექსუალურ პარტნიორად. შემდეგ იყო კიდევ ერთი სიტყვა მიხოს, რაც ბერძნულად ნიშნავს მრუშს, ანუ ადამიანს, რომელიც სხვის ცოლთან ან ქმართან ამყარებს სექსუალურ კავშირს. ასე რომ, სექსუალური დაკმაყოფილება ხდებოდა ერთჯერადი მეძავის მომსახურებით, ხანგრძლივი ვალდებულებით ხარჭასთან, დროდადრო ურთიერთობით იმ მეგობართან, რომელიც ერთდროულად იყო როგორც ინტელექტუალური, ასევე სექსუალური პარტნიორი და საყვარლებთან, ამ პირიქით, საყვარლებს ყოლოდათ კაცები და ყოფილიყავი მიხოს,
მრუში კაცი ან ქალი. ეს ყველაფერი ავსებდა როგორც თესალონიკელთა, ისე კორინთელთა და მთლიანად რომაული კულტურის რეალობას. დაუოჯახებელ ახალგაზრდა კაცებსაც ნებადართული ჰქონდათ სქესობრივი ურთიერთობა საყვარლებთან. ამაში მათ ხელს უწყობდნენ, მაგრამ არ შეეძლოთ ყოლოდაც საყვარლები ოჯახებიდან, რომლებიც რომის იმპერიის სრულუფლებიანი მოქალაქეები იყვნენ. ისინი მნიშვნელოვან ოჯახებად ითვლებოდნენ და ამ ახალგაზრდა კაცებს არ ჰქონდათ უფლება შეხებოდნენ მათ ქალიშვილებს, მაგრამ მათ შეეძლოთ ურთიერთობა ჰქონდათ მეძავებთან და ასევე საყვარლებთან, რომელთა მშობლებიც რომის იმპერიის სრულუფლებიანი მოქალაქეები არ იყვნენ. ახლა შეგვიძლია კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ და დავამატოთ ტაძრის მეძავებიც. ბაბილონური საკულტო და მისტიკური რელიგიები, რომლებმაც მოაღწია მოციქულ პავლეს ეპოქამდე და იმ დროის მითოლოგიურ რელიგიებად იქცა, მხარს უჭერდნენ მეძავობას. რატომ? რადგან ასწავლიდნენ, რომ თუ სექსუალურ კავშირს დაამყარებდი მღვდლის ქალთან, მეძავთან, სინამდვილეში ეზიარებოდი იმ ღვთაებას, რომელსაც ის წარმოადგენდა. მათი გაგებით, ტაძრის მღვდელმსახურთან სექსუალური კავშირის დამყარებით უკავშირდებოდი ღმერთს. მაგალითად, კორინთოს ტაძარს ჰყავდა 3000 ტაძრის მეძავი, რათა ხალხს კავშირი გაება ღმერთთან, რაც სხვათა შორის ძალიან პოპულარული და მოსახერხებელი რელიგიის ფორმა იყო. როგორც ვხედავთ, ეს არა მხოლოდ ლეგალური იყო, არამედ მხარდაჭერასაც იღებდა. დღეს კი ამერიკაში როგორც მინიმუმ რელიგიური მეძავობა დანაშაულია. ჩვენ ასეთი რამ აქ არ გვაქვს, ჯერჯერობით, მაგრამ იქ მათ ყველაფერი ჰქონდათ. ახლა ამას დავუმატოთ ჰომოსექსუალიზმი, პედოფილია და სხვა ნებისმიერი სახის გადახრა, რაც მაშინ ხდებოდა. ეს იყო სწორედ ის კულტურა, რომელშიც პავლე მოციქული ცხოვრობდა და ეკლესიებს გზავნილებს წერდა. თუ დღევანდელი სიტუაცია მძიმედ მიგაჩნიათ, მაშინ იმდროინდელი ეპოქა უფრო მძიმედ მოგეჩვენებოდათ. განსხვავება მხოლოდ მედია საშუალებებშია. მაშინ ასე უცაბედად და ასეთ დონეზე არ შეგვხვდებოდათ ეს ყველაფერი, როგორც ახლა. დღეს კი საქმე იქამდე მივიდა, რომ ახალგაზრდებს საერთოდ არ მიაჩნიათ ეს უზნეობად და არასწორად. ზოგიერთი ქრისტიანი წყვილი ფიქრობს, რომ რადგან დანიშნულები არიან, შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ, რაც სურთ. ჩვენ ამ ცოდვის მიმართ ძალიან უგრძნობნი გავხდით. მაგრამ ისინიც ასე იყვნენ პავლეს დროს. სექსუალური ცოდვა მაშინ ძალიან გავრცელებული, ტოლერანტული და მიღებული იყო, ისევე როგორც დღეს და შესაძლოა უფრო მეტადაც. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ პავლე შევიდა თესალონიკაში, თავის ორ მეგობართან, ტიმოთესთან და სილასთან ერთად. ისინი იქ გაემგზავრნენ სახარების საქადაგებლად და ეკლესიის დასაფუძნებლად. ამ ეკლესიის დაარსებით ისინი ხალხს იხსნიდნენ პორნოგრაფიული კულტურისგან. ცხადია, რომ იმ ადამიანებს წარმართული ცხოვრების წესი ჰქონდათ. მათ ჰქონდათ ყოფილი რელიგია, რომლის მიხედვითაც ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს ტაძრის მეძავებთან. დიდი ალბათობით ისინი დაკავშირებულნი იყვნენ ხარჭებთან. უეჭველად ჰყავდათ თავიანთი ეტერები, ანუ საყვარლები. შესაძლოა ჰყავდათ მეძავები და მრუში ქალებიც. ახლა კი უცებ, ისინი იწყებენ იესო ქრისტეს შემეცნებას და წარმართობის ამ დიდ ზღვაში ჩნდება პატარა კუნძული, ხსნის კუნძული. პავლე მოციქული შეწუხებულია მათ გამო, რადგან იცის, რომ ძველი ჩვევები ძალიან მოქმედებს ახალ ცხოვრებაზე. ამ ჩვევებს ადვილად ვერ ივიწყებ, შეიძლება საერთოდაც ვერ დაივიწყო. და მოციქულმა იცოდა, რომ ქრისტიანთა ეს შედარებით ახალი ჯგუფი ახალდაარსებული უფალში მხოლოდ რამდენიმე თვის იყო. სინაგოგაში მან მხოლოდ 3 შაბათი იქადაგა, შემდეგ რამდენიმე კვირა უქადაგა წარმართებს და წამოვიდა. ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ წერს თესალონიკელთა მიმართ პირველ წერილს. მათი მოქცევიდან სულ რამდენიმე თვეა გასული. მას კარგად ესმის ძველი ჩვევების ხიბლი და ასევე ესმის, რომ ამ ბოროტი კულტურის ზეწოლა ყველაფერს დიდ პრობლემად გადააქცევს. ასე რომ მისი წერილის ნამდვილი მიზანი გამოხატულია მეოთხე თავში. პირველ სამ თავში იგი იცავს საკუთარ მთლიანობას, თავისი მსახურების სისწორეს და ადასტურებს ეკლესიის ერთობას. ეს ყველაფერი მოიცავდა დისკუსიას საკუთარ თავზე, მის მსახურებაზე და ეკლესიაზე, რაც საფუძველია. ახლა აქაა ის, რაზეც მას ნამდვილად სურს საუბარი. მას სურს კიდევ ერთხელ გაიმეოროს ქრისტიანული ცხოვრების მცნებები. სურს, რომ ისინი ამ გზას მიჰყვებოდნენ, რათა ასე ამოუნონ ღმერთს. სურს, რომ ისინი უფრო მეტად გამოირჩეოდნენ და დაიცვან ის მცნებები, რომლებიც მიეცათ მათ უფალ იესოს ძალაუფლებით. იგი იწყებს მესამე მუხლიდან და მიჰყვება ბოლომდე, მეხუთე თავის დასასრულამდე. ახლა ეს გახლავთ მიმოხილვა. იგი ამბობს: იცით, რა მცნებები მოგეცით. მუხლი პირველი. თქვენ უკვე მიიღეთ ინსტრუქცია.
თქვენ იცით რა ვთქვით. ეს მხოლოდ შეხსენებაა. მე-6 მუხლის ბოლოს წერია, როგორც ადრე გითხარით და დაგიმოწმეთ. აქ ერთი მნიშვნელოვანი რამაა საგულისხმო. მეგობრებო, პავლე მივიდა, იქადაგა სახარება. მიიყვანა ეს ხალხი ქრისტესთან და მერწმუნეთ. მან შეასრულა დიდი მისია, რომელიც მხოლოდ წასვლას და ნათლობას კი არ მოიცავს, ანუ მათ ხსნას, არამედ იმასაც, რომ ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ, როგორც წერია სახარება მათედან 22 თავის მე-20 მუხლში. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. მან ასწავლა მათ წმინდა ცხოვრების პრინციპები, მაგრამ ის უკვე რამდენიმე თვეა, რაც მათთან აღარაა. მას კარგად ესმოდა ძველი ჩვევების ხიბლის ძალა და უღმერთო, სექსუალურად გადახრილი კულტურის ზეწოლა. იგი შეშფოთებული იყო და სურდა ეს გაეზიარებინა მათთვის. თუ არჩევანი მასზე იქნებოდა, ის აუცილებლად წავიდოდა და პირისპირ ეტყოდა ამ ყველაფერს. გადახედეთ მეორე თავის მე-17 და მე-18 მუხლებს. ის ამბობს, რომ ხელს უშლიდნენ და ვერ შეძლო წასვლა, ამიტომ მოუწია გზავნილის დაწერა. ამგვარად, მეორე თავიდან დაწყებული ის უხსნის მათ ამ შეგონებას. სიაში ნომერ პირველი მოწოდება სექსუალური სიწმინდისკენაა. ეს არის მთავარი საკითხი. რატომ? იმიტომ, რომ წარმართთა საზოგადოება იმდენად დამახინჯებული და დაცემული იყო, რომ სწორედ ეს წარმოადგენდა ყველაზე ძლიერ ცოდვას. როგორ ფიქრობთ, რატომ წერს პავლე მოციქული ტიმოთეს და ტიტეს ეკლესიაში ლიდერობის სტანდარტებზე? ის მოუწოდებდა მათ, რომ ყოფილიყვნენ შეუბღალავნი და ერთგულნი მხოლოდ ერთი ქალისა. გახსოვთ ხომ ტიმოთეს მიმართ პირველი წერილი? მე წავიკითხავ მე-3 თავის პირველი მუხლიდან მე-5 მუხლის ჩათვლით. სარწმუნოა სიტყვა, თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს, მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, გამსწავლელი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული. თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით. რადგან თუ ვინმემ საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორ გაიზრუნებს? დიახ, სწორედ იმიტომ, რომ ეს იყო დომინანტური კულტურული ფონი, სექსუალური გადახრა, ზუსტად ისე, როგორც დღეს ჩვენთან. შემდეგ პავლე აგრძელებს საუბარს იმაზე დაფუძნებით, რაც უკვე გააგებინა მათ და აპირებს, რომ ეს უფრო მკაფიოდ განმარტოს და მტკიცედ ჩაბეჭდოს მათ გონებაში. სიის პირველი თემა სექსუალური ცოდვა. რატომ? ეს არის მთავარი პრობლემა, უმნიშვნელოვანესი საკითხი. სურვილი ძალიან ძლიერი, ცდუნება ძალიან გამყარებული, საკმაოდ ცოდვილი წარსული და მასშტაბურად გახრწნილი საზოგადოება. პავლე მიცის, რომ ეს უმთავრესი საკითხია. სხვათა შორის, ქორწინებამდე სქესობრივი აქტი არ ითვლებოდა სამარცხვინოდ და საერთოდ, არც ქორწინების გარეშე სექსუალური ურთიერთობა. სწორედ ასეთი იყო მათი ცხოვრების წესი. თესალონიკელთა კულტურა გამოირჩეოდა სექსუალური უზნეობით, მაგრამ პავლე ამბობს, კულტურული ჩვევების და ძველი ქცევების წესების მიუხედავად, უფალი არ ითმენს სექსუალურ ცოდვას. ეკლესია ვერ იცხოვრებს ისე, როგორც მთელი სამყარო. არ აქვს მნიშვნელობა, როგორც ცხოვრობს მსოფლიო. მხოლოდ იმის გამო, რომ მსოფლიო უფრო და უფრო ღრმად იძირება სიბინძურეში, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც მასთან ერთად უნდა ჩავიძიროთ. მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უფრო და უფრო ამცირებენ თავიანთ სტანდარტებს, ეს არ უნდა ნიშნავდეს ჩვენი სტანდარტების დაქვეითებას. ეს არ არის შედარებითი მორალი. ეს არის აბსოლუტური სტანდარტი. ის არ იცვლება. ის არ მერყეობს. საზოგადოებამ შეიძლება დაუშვას ყველანაირი სექსუალური დაკმაყოფილების ფორმა, მაგრამ არა ეკლესიამ, არა ქრისტიანებმა. შეიძლება იკითხოთ, ხომ არ იყვნენ კონკრეტული ადამიანები ან გამოკვეთილი ცოდვა, რომელსაც თესალონიკელები ჩადიოდნენ. პავლე კონკრეტულს არაფერს ასახელებს, განსხვავებით კორინთელთა მიმართ პირველი წერილისგან, სადაც ის ამავე საკითხზე წერს და ახსენებს ერთ ადამიანს, რომელსაც სქესობრივი კავშირი ჰქონდა მამის ცოლთან, ანუ დედინაცოლთან. ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული ცნობები, მაგრამ საკმაოდ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადგან ეს მისი მოწოდების საფუძველია, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მთავარი პრობლემა. და მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო პრევენციული ხასიათისაა, ვიდრე კონკრეტული შენიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ალბათ ვიღაც კონკრეტულზე გაამახვილებდა ყურადღებას. ახლა ჩვენ მივადექით უშუალოდ ამ ტექსტს. როდესაც დავიწყებთ მის განხილვას, 3 კითხვას დავსვამ და ეს 3 კითხვა ძალიან მკაფიო წარმოდგენას შეგვიქმნის ამ საკითხზე. მხოლოდ 3 მარტივი კითხვა. პირველი რა, მეორე როგორ და მესამე რატომ.
პირველი კითხვა, რას მოითხოვს ღმერთი? მეორე, როგორ შემიძლია ამის შესრულება? მესამე, რატომ უნდა შევასრულო? ეს მოიცავს მესამედან მერვე მუხლებამდე. კონკრეტული კითხვები გამოაშკარავებს ამ ტექსტის ღრმა, პირდაპირ და ძლიერ მნიშვნელობას. პირველ კითხვას დღეს განვიხილავთ, ხოლო მეორე და მესამეს მომავალ კვირა დღეს, ამ თემის მეორე ნაწილში. პირველი კითხვა, რას მოითხოვს ღმერთი სექსუალური ქცევის ამ სფეროში? ნება მიბოძეთ მეჯერ მთლიანად წაგიკითხოთ ეს ტექსტი. და ბოლოს, გთხოვთ ძმებო და შეგაგონებთ უფალ იესოში, რაც მიღებული გაქვთ ჩვენგან. თუ როგორ გმართებთ სიარული ღმერთის საამებლად, თუმცა ასეთ სიარებით, რომ კიდევ უფრო იუხმოთ ამაში. რადგან იცით, რაც დაგავალეთ თქვენ უფალ იესოსგან, ვინაიდან ღვთისნებაა თქვენი განწმენდა, სიძვას განერიდეთ. რათა თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმინდით და პატივით და არა გარყვნილების ავხორცობით, წარმართების მსგავსად, რომლებიც ღმერთს არ იცნობენ, რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და ანგარებით არ მიუდგეს თავის ძმას საქმეში, ვინაიდან შურისმგებელია უფალი, ყოველივე ამის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ. რადგან ღმერთმა უწმინდურებისკენ კი არა სიწმინდისკენ მოგვიწოდა. ამიტომ უგულვებელყოფელი ამისა არ უგულვებელმყოფს ადამიანს, არამედ ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის სულიწმინდას. ჩვენ მესამე მუხლიდან განვიხილავთ. რადგან ეს არის ღვთისნება, თქვენი განწმენდა. ანუ ის, რომ თავი შეიკავოთ სექსუალური უზნეობისგან. საკმაოდ გასაგებია, ხომ ასეა? უბრალოდ რომ არავინ სცადოს თავის არიდება, მოდით უფრო ყურადღებით დავაკვირდეთ. რადგან ეს არის ღვთისნება. მე ყოველთვის მიკვირს თუ როგორ გზააბნეული დაეძებს ღვთისნებას ძალიან ბევრი ადამიანი. თქვენ თუ შეგიმჩნევიათ ეს? აი პასუხი, რადგან ეს არის ღვთისნება. დიდი წერტილი. გსურს იარო და ღმერთს ასიამოვნო. გსურს კიდევ უფრო მეტი გააკეთო სულიერების საკითხში. გსურს გააკეთო ის, რაც ღმერთს სურს რომ გააკეთო. აი აქ არის სიტყვა. სიტყვა რადგან წარმოგიდგენთ განმარტებას. როგორ გაიაროთ მეტი, როგორ იაროთ სწორად, როგორ ასიამოვნოთ ღმერთს და შეასრულოთ მისი მცნებები. მოგეხსენებათ, ყველა ქრისტიანს აქვს წმინდა სურვილები, წმინდა მისწრაფებები და გარკვეულ დონეზე სურს სწორად მოქცევა ღმერთის საამებლად. სწორედ ამას აკეთებს ახალი ბუნება. პავლე ვარაუდობს, რომ მის მკითხველებს სურთ ღვთისნების შესრულება და მათ მხოლოდ სჭირდებათ გაიგონ თუ რა არის ღმერთის ნება. გავიხსენოთ რომაელთა მე-7 თავი. შენ გექნება სურვილი მოიქცე სწორად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვაკეთებთ ამას. ეს არის ღვთისნება და არა რაღაც ადამიანური სისტემა. ეს ღვთისნებაა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოველთვის მაკვირვებს, რამდენი ადამიანი ილტვის იმის გასაგებად, თუ რა არის ღვთისნება. მე ნამდვილად მჯერა, რომ ადამიანის პრობლემის უმეტესობა, უпростоრად ყველა პრობლემა, მკაცრად ღვთისნების არ შესრულების შედეგია. დიახ, ანუ თუ ღვთისნებაში ხარ, ეს უკვე აღარაა პრობლემა. შეიძლება გქონდეს გასაჭირი ამ სამყაროში, მაგრამ თქვენ ყოველთვის გადალახავთ მის მწვერვალებს, თუ გეცოდინებათ ღვთისნება. და ამ შემთხვევაში ჩვენი ცხოვრების ყველა სირთულე აღმოიფხვრებოდა, არა ყველა პოზიტიური გარემოებით, არამედ ყველა დადებითი დამოკიდებულებით ქრისტეს მიმართ და მისი მადლით, რა თქმა უნდა. რა არის ღვთისნება? ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ ეს. ღმერთის ნება, რომ თქვენ გადარჩეთ. და ეს უკვე ხსმენიათ ჩემგან ადრეც. იაკობის წერილის პირველი თავის 18 მუხლში წერია. მან თავისი ნებით გშვა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველ ნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის. ანუ ჩვენ მისი ნებით გავჩნდით. მას სურს, რომ ჩვენ გადავრჩეთ. მეორე, ღმერთს სურს, რომ თქვენ გაწიროთ საკუთარი თავი. რას ნიშნავს ეს? შესწიროთ თქვენი სხეული როგორც ცოცხალი რა? მსხვერპლი. არა თავის მოკლა, არამედ მოკლა შენში ძველი ვნებები და შენი ძველი ხორცი დაამარცხო. ესაა წმინდა და სათნო ღმერთისთვის. ესაა ღვთისნება. ღმერთს სურს, რომ თქვენი თავი დაუთმოთ და მიუძღვნათ მას. ღმერთს სურს, რომ გადარჩეთ და გაიღოთ საკუთარი თავი მისთვის. ღმერთს სურს, რომ სულით იმართებოდეთ. ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ გაიგეთ რა არის უფლისნება. ნუ დათვრებით ღვინით, არამედ აღივსენით სულით. ღმერთის ნება, რომ სულით იმართებოდეთ. ღმერთის ნება, რომ გადარჩეთ. ღმერთის ნება, რომ თქვენი სხეული შესწიროთ ქრისტეს მსხვერპლად. ღმერთის ნება ისიც, რომ კმაყოფილი იყოთ. ალბათ გახსოვთ თესალონიკელთა მიმართ პირველი წერილის მე-5 თავის 18 მუხლი. მადლიერნი იყავით ყველაფრისთვის.
რადგან ეს არის ღმერთის ნება თქვენთვის ქრისტე იესოში. იყავით კმაყოფილი. ღმერთის ნებაა რომ კმაყოფილი იყო. ასევე ღმერთის ნებაა რომ მორჩილი იყო. გახსოვთ, პეტრეს პირველი წერილი ამბობს: დაემორჩილეთ ყველა ხელმწიფებას. ესეც ღვთის ნებაა. ასევე ღმერთის ნებაა რომ იტანჯოთ. ამაზეც ვისაუბრეთ. პეტრეს პირველი წერილის მესამე თავის მე-17 მუხლში წერია: ღმერთის ნებაა რომ ცოტა ხნით იტანჯოთ სახარების გულისთვის. ღმერთის ნებაა რომ ილოცოთ. გახსოვთ იოანეს პირველი წერილის მე-5 თავის მე-14 და მე-15 მუხლები. და აჰა, რა გაბედულება გვაქვს მის მიმართ, რომ როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. და როცა ვიცით, რომ გვისმენს იგი, რასაც კი ვთხოვთ, ვიცით რომ გვაქვს, რაც ვითხოვეთ მისგან. ეს ყველაფერი ღმერთის ნებაა. მაჩვენეთ ადამიანი, რომელიც არის გადარჩენილი, მუდმივად იმორჩილებს თავის სხეულს, სწირავს მას ცოცხალ მსხვერპლად, სულით კონტროლირებადია, კმაყოფილია, მორჩილია, იტანჯება სახარების გულისთვის, ევედრება უფალს და თავის საჭიროებებს მას ანდობს მისი ნების შესაბამისად, იცის, რომ ღმერთი ისმენს და უპასუხებს მას და მე გაჩვენებთ ადამიანს, რომელიც გამარჯვებულია. ასეთ ადამიანს არ სჭირდება ქრისტიან თერაპევტთან სიარული. კიდევ ერთი რამაა ღვთისნება და ის ერთგვარად ფარავს ყველა ამ დანარჩენს და ეს სწორედ ამ ტექსტში ამოცემული. ეს არის ღვთისნება, რომ განიწმინდოთ, რომელიც მოსდევს ამ ყველაფერს. ესაა განწმენდის პროცესი. რას გულისხმობ განწმენდაში? სიტყვა ჰაგიასმოს ნიშნავს გამიჯნულს, განცალკევებულს, ანუ გაწმენდილს, წმინდას. ეს უბრალოდ ნიშნავს იყო ცოდვისგან გამოყოფილი და მიძღვნილი ღმერთისთვის. ღმერთის ნება თქვენი ცოდვისგან განცალკევება. ძალიან მარტივი კონცეფცია. აქ იგი ამბობს, რომ ეს არის ღვთისნება, თქვენი გამოყოფა, განწმენდა და ღმერთისთვის მიძღვნა. ახლა ეს არის პროცესი, წმინდად გახდომის პროცესი. გვეუბნება სული წმინდა თავად ღმერთი, რომ ესაა ჩემი ნება, მას სურს თქვენი განწმენდა, ეს მისი ნებაა. სხვათა შორის ეს პატარა ფრაზა, ეს არის ღვთისნება, თქვენი განწმენდა, მართლაც შეიძლება გახდეს ერთგვარი ქოლგა, რომელიც მთელ წიგნს ფარავს, რადგან ყველა სხვა პრინციპი, რომელსაც იგი სთავაზობს და ყველა დანარჩენი შეგონებაც განწმენდის ელემენტებია. ამიტომ გარკვეული აზრით მესამე მუხლის პირველი ნაწილი თითქოს ყველაფერს მოიცავს. ღმერთის ნებაა რომ გამოეყოთ ცოდვას ღმერთისკენ წმინდად ქცევის პროცესში. თუ როგორ, ამას წიგნის დანარჩენ ნაწილში აგიხსნით. ჩვენ ამ თემას შემდეგ კვირას აუცილებლად გავაგრძელებთ. მაგრამ პირველი პრინციპი, დააკვირდით მესამე მუხლს, რომ თავი შეიკავოთ სექსუალური უზნეობისგან. ეს არის განწმენდილი ცხოვრების პირველი პრინციპი. თუ თქვენ არ ახორციელებთ ამ პრინციპს თქვენ ცხოვრებაში, დანარჩენი რაღაც თვალსაზრისით აზრს კარგავს. ჩვენ სწორედ აქედან ვიწყებთ. ვიწყებთ წმინდა ცხოვრებით. მოდით დავუბრუნდეთ მესამე თავის მე-13 მუხლს. რა იყო პავლეს დიდი ლოცვა? რომ თქვენი გული იყოს უდანაშაულო სიწმინდით ღვთის წინაშე. ღმერთს სურს, რომ შენ წმინდა იყო. ღმერთს სურს, რომ განცალკევებული იყო. ღმერთს სურს, რომ გამოყოფილნი იყოთ ცოდვისგან. განშორდეთ ყოველივეს, რაც ბოროტია, ყველაფერს, რაც უწმინდურია, ყოველ სიბინძურეს, ყოველ უწმინდურს, ყოველ ხორციელს, ყოველ ცოდვილს და ყველაფერს, რაც ავიდა უკეთურია. ეს არის ზოგადი კონცეფცია. ეს არის მთელი განყოფილების ზოგადი შესავალი. ხედავთ, როცა გადარჩით, თქვენ გადარჩით განწმენდისთვის. პავლე ამბობს რომაელთა მიმართ წერილის მე-6 თავის მე-19 და 22 მუხლებში. თქვენ იყავით ცოდვის მონები, შემდეგ კი ამბობს, თქვენ ახლა სიმართლის მონები ხართ, რაც იწვევს განწმენდას. წმინდად გახდომის პროცესი ხსნის პირდაპირი შედეგია. როცა შენ გადარჩი, მაშინვე დაიწყო წმინდად გახდომის პროცესი და პირველი ნაბიჯია თავი შეიკავო უზნეობისგან. რას ნიშნავს ეს? მოვერიდოთ სექსუალურ ცოდვას. თავი შევიკავოთ სექსუალური ცოდვისგან. ახალგაზრდები ყოველთვის კითხულობენ, რამდენად შორს უნდა დავრჩე მისგან. რაც სინამდვილეში ნიშნავს, რამდენად შორს შემიძლია წავიდე ისე, რომ მაინც ყველაფერი რიგზე იყოს. შეიძლება ჩავეხუტოთ ერთმანეთს თუ ჩვენ დანიშნულები ვართ. შეიძლება ფიზიკური შეხება. შეიძლება თუ არა ისე შორს წასვლა, სანამ უშუალოდ სქესობრივ აქტს არ ჩავიდენ. რამდენად შორს შემიძლია წავიდე? ეს არაა სწორი კითხვა. ამ კითხვით ვლინდება ცოდვილი ადამიანის გული. კითხვა არ უნდა იყოს, რამდენად შორს შემიძლია წავიდე და არ ჩავიდინო სექსუალური ცოდვა. სწორი კითხვა, როგორ ვიყო განწმენდილი, განცალკევებული ცოდვისგან და წმინდად ღმერთისთვის. აი ეს არის სწორი შეკითხვა.
როგორ მართო ჩემი ფიზიკური ურთიერთობები ისე, რომ წმინდა ვიყო, ანუ განცალკევებული ვიყო ცოდვისგან. და როდესაც იწყებ გრძნობებით თამაშს, რომელიც ღმერთმა შექმნა სექსუალური კავშირის და დასრულების მისაღწევად, შენს გონებას აძლევ უფლებას ამით დაკავდეს და ამ დროს უკვე ცოდვაში ხარ. რადგან თუ კაცი გონებაში მრუშობს, ღვთის თვალში მან ეს უკვე ჩაიდინა, ასე არაა? და თუ ქალი ამას გონებაში სჩადის, ეს უკვე ჩადენილია ღმერთის წინაშე, რადგან ის ხედავს გონებას. თქვენ უნდა შეაჩეროთ უწმინდური აზრი, ფიქრები, მოტივები და ვნებათა ღელვა. ამაზე მომავალ კვირას უფრო დეტალურად ვისაუბრებთ და გაჩვენებთ თუ როგორ მუშაობს ვნება. ასე რომ, სწორი კითხვა ის კი არაა, რამდენად შორშემიძლია წავიდე და მაინც ყველაფერი კარგად იყოს. არამედ სწორი კითხვა, როგორ ვიყო მე წმინდა, როგორ ვიყო სრულიად განცალკევებული ცოდვისგან, როგორ ვიყო სრულიად სუფთა, სრულიად წმინდა ღვთის წინაშე, როგორ ვასიამოვნო მას და კიდევ უფრო გამოვირჩეოდე სიწმინდეში, როგორ გავაკეთო კიდევ უფრო მეტი, როგორ ვიყო უფრო შესანიშნავი და არა როგორ გადავიხარო ცოტათი ცოდვისკენ და რა ზღვარზე გავჩერდე. როგორც მოგახსენეთ, ყოველი წარმოსადგენელი და წარმოუდგენელი ფორმის სექსუალური გარყვნილება თავისუფლად ტრიალებდა თესალონიკელთა საზოგადოებაში. ზუსტად ისე, როგორც დღეს, და იქ ცხოვრობდნენ ქრისტიანებიც, რომლებიც ძალიან სუსტები იყვნენ. ისევე, როგორც დღეს ვყავთ ჩვენ სუსტი ქრისტიანები. ისინი თითქოს უგუნურები იყვნენ გარკვეულ საკითხებში და ოდნავ უმეცარნი, შესაძლოა ნებით ან უნებლიეთ. იყვნენ ქრისტიანები, რომლებიც ზედაპირულად უყურებდნენ ამ ყველაფერს. ზოგი წარსული ცხოვრების წესის ან პორნოგრაფიული გამოცდილების გამო კიდევ უფრო აღძრავდა თავიანთ ვნებებს. ისევე როგორც ჩვენს დროში ადამიანები, რომლებიც მუდამ დადიან კინოში, კითხულობენ ბინძურ ჟურნალებს ან უსმენენ ისეთ მუსიკას, რომლითაც სიტყვასიტყვით და პირდაპირ აღვივებენ თავიანთ ვნებებს. მათ მაშინაც ყავდათ ასეთი ადამიანები, ზუსტად ისე როგორც დღეს ჩვენს რეალობაში. მათ ძლიერი რტოლვა ჰქონდათ სექსუალური ცოდვისკენ. მათთვის ადვილი იქნებოდა ამაში ჩავარდნა და ეს იყო პავლეს შეშფოთების მიზეზი. პავლეს კარგად ესმოდა ამ ცოდვის საშიშროება. ზოგჯერ, ზოგიერთ ჩვენგანს ჰგონია და ამბობს: მე ასეთი სურვილები არ მაქვს. მე არ მიმრუშია, სანამ შევხვდებოდი ქრისტეს. ან და ქორწინებამდე ქალწული ვიყავი და საერთოდ ასეთ ფილმებზე არ დავდივარ. მაგრამ მე გეტყვით, დაიმახსოვრეთ და მიმოიხედეთ. თქვენ ცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც მუდმივად დეგრადირდება, დაბლა და დაბლა მიდის. ყველაფერ ამას კი ჩვენ ზედაპირულად ვუყურებთ. ვიცინით და უმნიშვნელოდ მივიჩნევთ. მასში ვერ ვხედავთ საშიშროებას. ჩვენ და უნებლიეთ ისეთ გარემოში ვართ, რომ ის ნელ-ნელა ჩვენს გონებაში, ჩვენს მხედველობაში კორუფციას იწყებს. ამიტომ გვჭირდება შესაბამისად წარმართოთ ფიქრები და აზროვნება ამის დასაძლევად. შეიძლება ვუყუროთ სატელევიზიო შოუს, სადაც მეძავი კომიკური პერსონაჟია და ამაზე ვიცინოთ, რადგან ჩვენი გრძნობები ძალიან გაუფასურდა და კიდევ უფრო და უფრო ქვეითდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ქცევას ფართოდ არ შევხვედრილ ვართ და არ გვქონია შეხება ჩვენს ცხოვრებაში, მაინც შეიძლება შემოგვეპაროს მსგავსი აზრები და გავხდეთ უფრო მეტად მიდრეკილნი ამისკენ, რაც გამოიწვევს ასეთი ცნუნების მიმართ ჩვენს უსუსურობას. არსებობს საშიშროება, რომ ეს ნელ-ნელა ჩვენს შემოგვეპაროს. პავლე კარგად იცნობდა ამ რეალობას, ამიტომ ის მიმართავს ძალიან მარტივად და პირდაპირ. ის ამბობს: მოერიდეთ უზნეობას. რას ნიშნავს სიტყვა თავშეკავება? ბერძნულად აპეხომაი არის სრული თავშეკავება, თლიანად მორიდება. თქვენ იკითხავთ, რა არის სექსუალური უზნეობა? ეს არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს ღვთის სიტყვის პრინციპებს. ნებისმიერი აზრი, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთის მითითებებს და მიგვიყვანს ასეთ ქმედებამდე. როგორი ურთიერთობაც არ უნდა გქონდეთ საპირისპირო სქესის ადამიანთან, რომელიც არ არის თქვენი მეუღლე. ამ ურთიერთობაში არ უნდა იყოს ჩართული არანაირი ქმედება ან აზრი, რომელიც მიმართულია სექსუალური კავშირისკენ. მნიშვნელობა არ აქვს, დანიშნული ხართ მასზე, თუ უბრალოდ პირობა გაქვთ დადებული, ან რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, ღმერთი ამბობს: სრული თავშეკავება. რა არის უზნეობა? უზნეობა ბერძნულ ენაზე არის სიტყვა პორნია. ის უბრალოდ ნიშნავს უკანონო სექსუალურ ქცევას. ეს არის ფართო მნიშვნელობის სიტყვა, რომელიც მოიცავს სექსუალური ცოდვის ყველა სახეს. ყველაფერი გარდა მონოგამიური ურთიერთობისა ქორწინებაში. ყველაფერი გარდა ცოლ-ქმრისა ღმერთის სტანდარტით. ნებისმიერი სხვა სექსუალური ურთიერთობა ნებისმიერ დონეზე არის პორნოგრაფიული. მინდა გითხრათ, რომ ღმერთი არ არის სექსის წინააღმდეგი. გადახედეთ ებრაელთა მიმართ მე-13 თავს. სხვათა შორის, ღმერთმა სექსი ადამიანის სიამოვნებისთვის შექმნა. ძველ აღთქმაშიც კი ეს წერია. ზოგი ამბობს, ეს მხოლოდ გამრავლებისთვისაა. არა, რადგან ძველი აღთქმაც კი მოგვითხრობს ერთ-ერთ პატრიარქზე, რომელიც თავის მეუღლეს ელაღობება
გახსოვთ დაბადების 26 თავის მერვე მუხლი? დიდი ხნის დამკვიდრებული იყო იმ ქვეყანაში, როცა გაიხედა აბიმელექმა ფილისტიმელთა მეფემ სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისაკი თავის ცოლს, რებეკას. მე არ შევჩერდები სიტყვა ლაღობის ებრაულ განმარტებაზე, შეგიძლიათ თქვენი ფანტაზია გამოიყენოთ. მაგრამ აზრი ისაა, რომ ეს იყო სუფთა სიამოვნებისთვის. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ებრაელთა მიმართ წერილის მე-13 თავი, სადაც მეოთხე მუხლში ნათქვამია: ყველას ცოლქმრობა იყოს პატიოსანი, სარეცელი შეუბილწავი, მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს. არ დააბინძუროთ საქორწინო საწოლი. ორი დაქორწინებული ადამიანის საწოლში ეს არის უწმინდურობისგან თავისუფალი და იქ სექსუალური სიამოვნების სრული გამოხატულება ღვთის განზრახვითაა შექმნილი. ხოლო მეძავებსა და მრუშებს ღმერთი განიკითხავს. ქორწინების საწოლი. სწორედ აქ გაავლო ღმერთმა ხაზი. ნებისმიერ საწოლს, გარდა საქორწინო საწოლისა, ღმერთი განსჯის. ალბათ ზოგიერთ თქვენგანს ახსოვს, როდესაც პირველად დავიწყეთ საუბარი თესალონიკელთა მიმართ პირველ წერილზე, მე გითხარით, რომ სავარაუდოდ იყვნენ კრიტიკოსები, რომლებიც ადანაშაულებდნენ პავლეს იმაში, რომ ის იყო დანარჩენი ცრუ მოძღვრების, მატყუარების, თაღლითების და იმ ადამიანების მსგავსად, რომლებიც სექსუალური ურთიერთობისთვის იყენებდნენ თავიანთ მიმდევრებს. ძველ დროში ეს საკმაოდ გავრცელებული იყო. ყალბი ფილოსოფოსები და რელიგიური ლიდერები მოდიოდნენ, ეძებდნენ ქალებს, მათ გარშემო და მათი მიზანი იყო მოეპოვებინათ პრესტიჟი, გარკვეული ძალაუფლება, ფული და მიეღოთ სექსუალური მომსახურება ქალი მიმდევრებისგან. ეს ძალიან ჩვეულებრივი რამ იყო. სხვათა შორის თუ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ძველია, ჯობს ამაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ. ასე ხდება დღესაც. არსებობენ ყველა სახის რელიგიური თაღლითები, რომლებიც დღესაც სექსუალური სამსახურების მისაღებად არიან ჩართულნი ამ საქმეში. როგორც ამას ჩვენი დროის უამრავი სკანდალი ამჟღავნებს. ისინი ადანაშაულებდნენ პავლეს ქალებისაგან სექსუალური კეთილგანწყობის ძიებაში. ამიტომ, როდესაც ის ამბობს ამას, რომ ღვთის სტანდარტია სრული თავშეკავება, ის მხოლოდ მითითებას კი არ აძლევს მათ, არამედ საკუთარ სიცოცხლესაც ამავე პრინციპის ქვეშ აყენებს, რადგან ის თავადაც ეთანხმება და ემორჩილება ამ ბრძანებას. მისი დამოკიდებულება ძალიან მარტივია, სრული თავშეკავება. ღმერთმა ეს მხოლოდ საქორწინო სარეცლისთვის შექმნა. ეფესელთა მიმართ წერილის მე-5 თავის მე-3 მუხლში პავლე წერს: მე პირველი მუხლიდან წაგიკითხავთ. მაშ მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირად და მსხვერპლად, სასიამოვნო კეთილსურნელებად. ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის, როგორც წმინდად შეშვენით. არანაირი უზნეობა, ისევ სიტყვა პორნია, სექსუალური ცოდვა, არც ერთი სიბინძურე მოიხსენიებოდეს თქვენ შორის, რადგან თქვენ წმინდანები ხართ. ჰაგიასმოს, იგივე სიტყვა, თქვენ გამოყოფილნი ხართ, წმინდანები ხართ და იმ პროცესში ხართ, რომ ღმერთს ემსგავსებით. თქვენში არ უნდა მოიძებნებოდეს არც ერთი სახის სექსუალური ცოდვა. ეს სრულიად შეუთავსებელია სიწმინდესთან. კოლოსელთა მიმართ წერილშიც ის თითქმის იგივე სიტყვებს ამბობს. თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. თქვენ ეკუთვნით ღმერთს, განწმენდის პროცესში ხართ. ამიტომ ჩათვალეთ, რომ თქვენი მიწიერი სხეულის წევრები მკვდარია, ანუ არ ამგრძნობიარეთ, უგრძნობად, უგულებელმყოფელი უწმინდურების, სიბინძურის, ვნების და ბოროტის სურვილების მიმართ. შენ ქრისტიანი ხარ. ახლა ეს მცნება არის ძალიან ნათელი, სრულიად გასაგები, სრული თავშეკავება ნებისმიერი სექსუალური ურთიერთობისგან ქორწინების სარეცელის გარეთ. ეს არის ღვთის ჩანაფიქრი, არა იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება უბედური გახადოს, არამედ იმისათვის, რომ თქვენი ქორწინება გახდეს სრული ნეტარება, ისეთი როგორიც ღმერთს შეუძლია გახადოს. დაარღვიეთ ეს და ამით შეიტანთ თქვენს ქორწინებაში ისეთ ფაქტორს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ძალიან ცუდი შედეგები ან საერთოდ განქორწინება. ღმერთმა მოგცა თავისი სიტყვა. ეს არის ძირითადი მცნება. შეიძლება იკითხოთ, კი მაგრამ მას მარტივად შეუძლია ამის თქმა. ნუ გეშინიათ. თქვენთვისაც მარტივია ამის თქმა. ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ. ახლა ჩნდება შემდეგი კითხვა. როგორ უნდა შევასრულო ეს? ხომ ასეა? როგორ უნდა ვაკონტროლო ჩემი თავი? მომავალ კვირას დავუბრუნდებით ამ საკითხს და მე გეტყვით თუ როგორ. ხოლო მანამდე გააკეთეთ მაქსიმუმი თავის შეკავებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ინფორმაცია არ გაქვთ. მოდით ახლა ვილოცოთ. მამაო, ჩვენ მოვდივართ შენთან ამ სერიოზული თემით, რომელმაც ასე ძლიერად შელახა შენი ეკლესია. ეს არაა შესაფერი სიწმინდანებისთვის, სულით სუფთა ხალხისთვის. განაშენინება არაა, რომ ყველა ისწრაფოდეს განწმენდისთვის. ღმერთო, დაგვეხმარე, რომ ძალიან მკაფიოდ, ცხადად და პირდაპირ მოვისმინოთ შენი მცნება.
შორს დავდგეთ ცოდვისგან. გავემიჯნოთ მას. არ ვკვებოთ ჩვენი გონება ამით. არ ვუყუროთ ამას ეკრანზე და არ წავიკითხოთ ასეთი წიგნები. დაგვეხმარე, უფალო, დაგვეხმარე, რომ მთლიანად ვიყოთ განცალკევებულნი ამ ცოდვისგან. რამე თუ როგორც მაშინ თესალონიკელთა დროს, ის დღესაც ჩვენს ირგვლივაა და ეს არაა ადვილი. ესაა შენი სიტყვა ჩვენთვის. გმადლობთ, რომ ამის მიზანია ჩვენი ცხოვრება იყოს მხიარული, კურთხეული და სრულად აღსრულებული ქრისტეს სახელით. ჩვენ ვლოცულობთ მისი სახელით. ამინ.